დილ მშვიდობისა, ჩვენთან ახლა გათენდა ვართ ჯორჯიაში. წუხელ ვფიქრობდი, რომ აქ სიცხე იქნებოდა და სქელი გადასაფარებლები რაც ქონდა, ყველაფერი გადავყარე. მაგრამ წუხელ ისეციო და ლამის გავიყინე. დღეს გავიღვიძე ძალიან შეშუპებულმა და ცოტა ვიხტუნაოდ. ვცდილობ დავამატო ახალი ილეთები, რაც ქროქსებით ძალიან ძნელია. ჩემი ბოტასები და კედები ყველაფერი შევინახე და ქროქსები ცოტა მიჭირს. სადაც შემოჩა დავამუღამე. აი ეს სილათინზე გვერდიდან უფრო ეფექტურია. ჩვენი ტრაქსტოპზე დანკილში უნდა შევიარო, ტელეფონიდან გავაკეთე შეკვეთა და შევალ პირდაპირ ავიღებ $6 deal meal აქვს ხოლმე და განახებთ ახლა რა შედის. I have ordered 408. Really? Thank you so much. ღები არ ქონდა და ვთხოვე რომ დაემატებინა. მე მგონი ნაღებით შევუკვეთე. ძალიან მოწესრიგებული ტრაქსტოპია. მომწონს აქაურობა მეორედ ვართ უკვე აქ. ეხლა რესტრუმებს განახებთ როგორი სუფთა და კრეალა. Excuse me. თან ძალიან ბევრია. ამდენი რაღაც რო იყიდებოდეს არსად მინახავს. ნახე ეს ტანსაცმელიც კი არის. ბავშვების რაღაც აქსესუარების. რამის ათვალიერებდი? ტანსაცმელს? ვაუ, ჩანთებიც არის. შედის ერთი ყავა, რომელიც დღეს რატომღაც არ გამოვიდა კარგი. არ მომეწონა. მე მგონი cold brew გააკეთეს და ეგ მიყვარს. ესეთი hash brown-ები, კარტოფილის პატარა ნეგეცებიც. და კიდევ უზარმაზარი ბეიგელი. ან კრუასანი წინათ კრუასანი ვჭამე, ხა ბეიგელი მომცეს. აი ესეთი. ბეკონი არა აქვს. ბეკონეგენ ჩიზი არა. ესენი და ყავა ღირს $6. ცალკე ამას როცა უკვეთავ, ეს ადის ხოლმე $6 და ეხლა ამდენი რაღაც მოყვება. მოვიდით ახალი ტურთის ასაღებად. ალექსი შევკიდა და ამის სახეს მოვიწესრიგებ. მანამდე კი მოგიყვებით გუშინდელ ამბავს. მოკლედ TikTok-ს სკროლობდი და შევხვდა ვიღაც ქალის ვიდეო. სუნა მოეკავა ხელში და ამბობდა, რომ ძველი სუნები გამახსენდაო, ძალიან გამყოლი სუნი აქვსო ძლიერიო და გვერდზე რო ჩამევლინენო ყველა მეუბნებოდა რა გასხიაო და სადღაც 10 საათამდე ძლებსო. დავინტერესდი რა იყო, აღარ მახსოვს სახელი, მაგრამ დავგუგლე და ой, საოცრებო მეისში გქონიათ რაღაც ყუთში იდო. მოყვებოდა კიდევ კრემი და მე მგონი პატარა ტესტერი. გადახაზული იყო $130 და ღირდა $28. რა არის? აუ, იეტაკი არ დავყარო. ძალიან ქვიშარი გარშემო და დასვრის ხაქაურობას. ხოდა რა თქმა უნდა გამოწერე. ცოტა ხანში უნდა ვიყოთ კოლუმბუსში და ამ კომპანიასთან ახლოს, სადაც არის მეისი, მან შევუკვეთე ფიქაპსა და რომ მივალთ ავიღებ. ხოდა ძალიან მაინტერესებს როგორია. დავინტერესდი სხვა მაღაზიებში რა ღირდა ეს სუნამო. საჭიროა. ამის ჩართვა უნდა ხო პირდაპირ ეს. ხოდა დავინტერესდი სხვა მაღაზიებსაც თუ ქონდათ და იმ ხელაფასი $130 არ ეწერა Walmart-ში იყო. მეტყობა ძალიან ადრინდელი გამოშვება არის და აღარ არის გაყიდვებში. Walmart-ს ქონდა $94 თუ რაღაცა ესე. და ნუ მოკლედ eBay-ზე და რაღაცებზე იდო იაფად. ძალიან გამეკვირდა მეისიზე უკვე მეორე შემთხვევა არის ესე რაღაც ძალიან გაბერილი ფასწერია. მე გადახაზული არის და $28, $25 თქვა $200 რაღაცა იყიდება $25. დაგუგლა და სინამდვილეში ღირს $30. რატო შევიან ესე? არ ვიცი. ხო ძალიან მაინტერესებს ეს სუნამო როგორი იქნება. დიდი მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ რაც სუნამოები გამიგია 6 საათიანი გამყოლი სუნი 8 მაქსიმუმ, მაგრამ 10 საათიანი არ ზუსმენია. ხო და ნახოთ რა იქნება $28 სუნამო. ახლა შევედი მეისიზე ჩემ ნაყიდ ნივთებში. მინდოდა რომ ეს ფასის ფოტო ამომენათებინა და აწერია რომ $166 ღირებულების პროდუქტი არის და იყიდება $130. ანუ ის ფასდაკლება რაც გუშინ ქონდა და მე რომ $28 ვიყიდე, დღეს აღარ არის. მე თავიდან მეგონა თოქზე ყავდა კათოლიკე გამომყოლე. არ არის გამორიცხული. საწავიდნე. შემხედრე ესე ვიდეოები. ღორები და კოჭები რო ყავთ ტრეილერში. მე მგონი აიყვან ატრაქში. რატო ეს აიღებია? საწავიდა. რა Chick-fil-A-ის გაწმებია გამოიქცნენ. Yes, first way. Truck number 8. Waiter. Yes, sir. Okay, hold on. Thank you. Hold on. გავჩერდით და სანამ ალექსის საწოლს ჩაასხავს, ეს ვიყიდე Walmart-ში. გონი $25-მდე ღირდა. თან ანუ წინაც მქონდა
არაწინათ ტრაქზე, თუ მაგის წინაზე მქონდა სატენიც რო იყო რა. ეს არ მოყვებოდა შესაერთებელი, მაგრამ გონია ესეთი უფრო ჯობია. ის მე დიდი ხანი უნდა ხოლმე დატენვა. სუდამჯდარი მქონდა, როცა მჭირდებოდა. და პლუს მაგას მძლავრიც არ იყო და ეს მშევნიო. ალექსი შუშებს ასუფთავებს, მაგრამ ეხლა ისეთი სეზონია. როგორც კი გზაზე გავდივართ ამ გაწმენდილი შუშებით, ნახევარ საათში ისევ გასარიცხს ქავს. კომპანიას პირდაპირ სქეილზე გადახდა, არა აქვს აპლიკაციით. EFS-ით ხდის ხოლმე ალექსი უგზავნიან კოდს, მე მგონი და იქიდან. მაგრამ ძიმი ტვირთები იშვიათად არის და არ უწევს ხშირად აწონვა. ღია პიცები აქვთ, ყველას რო შეუძლია აღება ეგეთი და არ მომეწონა ვერა ვიღებ. საბუეზე ვფიქრობდი რომ შემზიზღდა. წინას რო გავაკეთე, რომ მაგი ხორცით გააკეთეს და შუაზე გავყავით, მაგრამ ნახევარის ვერ ვჭამე, იმდენად არ მომეწონა. სხვა არაფერია და იძულებული ვარ რომ ავიღო, იმიტომ რომ შია. ახლა ავაწყობინებ ქათმით. ნახევარს თითქოს. თლიანს შენ არ სჭამ? შენ არ გინდა? ვაკეთებ. არაფერი ვნახეთ, აი. შეჭამ შენს ქათმისას? ახლა თქვენ შეგეთებდი? აგერ ხო. რო გითხარი არ მინდა თქო. ამარა პიცა არ მომეწონა და მე აღარ მახსოვდა შენ რომ. შენს გადაწყვეტე რომ იცოდეს ჭამდი? არა, შენ აღარ მახსოვდი. ინსტინქტურად დავაწყო შენ აღარ გავხსენები ხარ. წონა ნორმალურია, ანუ ხო არ გჭირდება გასწორება. არ მჯერა რომ ესეთ დროს ერთ კვირაში უკვე საქართველოში ვიქნები. დასვენებული, გამოძინებული. ზრაობისას ძალიან მიშუყდება სახე და განსაკუთრებით ცხურის. უგასიებული მაქვს ხოლმე ყველა ვიდეოში. ჩავდივარ საქართველოში, ეს ყველაფერი ნელ-ნელა რო ცხრება და ჩემ თავს უბრუნდები. 2 თვე კი ვიყავით აქ, მაგრამ ალექს ვეხურები ხოლმე ამ 2 თვეში 1 წლით დაუბერდი თქვა. ყოველ წამოსვლაზე ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ იმაზე მეტად ვიბერდები, ვიდრე ნორმალური ცხოვრების დროს უნდა დაბერდეს ადამიანი. ალექს დამცინოდა. არა, მხოლოდ 2 თვით დაბერდიო მეტით არა. შაქარი მარილი. არა კისი. მომეციო. მომეცი 1-2 აი მე გადავყაროთ მაშინ. ხვალინდელი ტვირთი ჩავიგდა ეს მივიდივართ ოჰაიოში და რომ მივიტანთ მე წავალთ ამ კომპანიაში. მანქანას შევაბარებთ. ძალიან დაღლილი ვარ და ენერგია მაქვს ნული. რაც ტაფა გადავაგდე და ჯანსაღსაჭმელს ვერ ვამზადებთ ტრაქში. ვსნობ სულ უფრო გამოვიფიტე. დღეს უნდა დავიწყო მაგნიუმის დალევა და ფრენისთვის უნდა მოვემზადო. მოვედით მაკდონალდსში. ერთოლოში რო ჩავალ ძალიან ჯანსაღად უნდა ვიყვება. კიდე უნდა ვივარჯიშო და ფორმაში მოვიდე. ბოლოს რო საქართველოში წავედი ძალიან ცუდად გავხდი. ჯერ მეგონა რომ ის როდის და იცალა კაცო. მომშალა. სადაც ნახევრამდე უნდა ყოფილიყო და სად გაქრა. აი ეს რა არის? ხოდა მეგონა რომ უბრალოდ რაღაცა ვირუსი შეხვდა, მაგრამ ეს აკლიმატიზაციის, დაღლილობის ამდენი ხანი მე მგონი 17-15 საათი ვიფრინეთ მაშინ ჯამში ამ ხელა ფრენის გამო. ვიფრინავში ხო დახუროს რუსეთში დიდი ხანი ვარ და შეიძლება რაღაცა ვირუსიც იყო, მაგრამ რო გამოკეთდი და კარგად რო გავხდი, მე ალექსი გახდა ჩემსავით. ორივე 10 დღე ვიყავით ცუდად და ის პერიოდი არ მახსენდება კარგად, იმიტომ რომ ძალების აღდგენის ნაცვლად დავისტრესე და ახლა აღარ მინდა ეგრე რო ვიყო და ვეძებ ინტერნეტში ისეთ წამლებს, ან საკვებ დანამატებს, რომელიც ამ პროცესს გამიადვილებს. იმუნიტეტს ასე თუ ისე გამიძლიერებს, რომ თვითმფრინავში ვირუსის შეხვედრის რისკი ნაკლები იყოს და ასევე აკლიმატიზაციის პროცესი რომ გამიმარტივოს. გლიცინატიანი მაგნიუმის დალევა ალექსმა დამაწყებინა საქართველოში ყოფნის დროს. პერიოდულად წყვეთ ხოლმე, იმიტომ რომ ხან მოვიწყდება, ხან მეზარება და პირველი ეგამომიგდო რომ კარგი იქნება თუ ამას დალევა და ფარემიფრინამდეც მივიღებ. რაღაც საშეტებიც არის, წყალში გასახსნელი ფხვნილებით, ელექტროლიტებს დამატებულებლიოს ვიტამინებით და ნახოთ თუ მივაგენი და ვიპოვე ვიყიდი. TikTok-ზეც რა თქმა უნდა დავსროლე ყველაფერი, რაც ორგანული არის საფრთხარი, იმდენად აღარ იყიდება აფთიაქებში და მაღაზიებში, სულ გამოწერით არის. ხოდა რასაც წავაწყდები CVS-ში, Walgreens-ში ან Walmart-ში, თქვენს გაგიზიარებთ. და ასევე სასიამოვნო იქნება იმის მოსმენა, თუ თქვენ როგორ უმკლოდებით ესეთ სიტუაციაში, ან თუ გიწევთ ამ ხელა ფრენები და რას აკეთებთ ამ დროს. ხო მართლა დეჰიდრატაცია არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ რომ თვითმფრინავში ასვლამდე არც ყავა დავლიო, არც წყალი და იქაც რომ მოვთხოვე წყალი საკვები, ყელი რო არ გამომიშოს უბრალოდ ფაქიტოსაა ხოლმე, იმიტომ რომ ვერ ვიტან თვითმფრინავის საპირფარეშოებს.
პირველი სამჯერ ისე ჩავედი და ჩამოვედი ამერიკაში, რომ არ შევსულ არ საერთოდ საპირფარეშოში და რომ ხელფრენები არის. მე მეგონა რომ შეში მქონდა და უბრალოდ მეთქი მოდიოდა თუ გადაულახავ და თავდექი ამ კერთან გავაღედა, არაფერი არ მოხდა. მივხვდი რომ ამის ბრალი არ იყო, უბრალოდ ზიზღის მომენტი არის. ამდენი ადამიანი ერთ პატარა მოსუცქნელობაში რო შედის. ეს უნდა გამოვასწორო ახლა, რამე ბოთლი უნდა ვიყიდო სპეციალურად და იქ ჩავისხა წყალი და ბევრი უნდა დავლიო. ძალიან საჭირო ინფორმაცია იყო ეს თქვენთვის, რო არ გამეზიარებინ და არ შემეცო. დღეს ხო ჩაგვიგდა ეს ტურთი და ხვალ უნდა ვიყოთ კოლუმბუსში, ოჰაიოში და ვფიქრობდი უკვე რა ბილეთებს ვიყიდით ხო, მაგრამ ალექსმა მოიცადე ავიღოთ ეს ტურთი, მივიტანოს ნორმალურად და მე ვიყიდოთო. რამე არ მოხდესო და მართლაც წინა ისეთი ტურთი მოგცეს, რომ ტრაილერი ბინძური დატოვეს. ალექსმა გამოხვედა თავისი ცოცხით, რაც აქ დაახვედრეს, მაგრამ მაინც რაღაც ფქვილივით ნარჩენები დარჩა ძირს და დისპეჩერს უთხრა, რომ ესე დარჩაო და არა უშავს არ იქნება პრობლემა და უკვე ახალი ტურთი როცა აიღო დისპეჩერმა, ძალიან სუფთა უნდა იყოს ტრაილერი და არ შეიძლებაო რა. თვითონ დისპეჩერმა შეესთავაზა, რომ ბლოუერი იყიდეო. წერსასრუტი არა და მეორნაირად გარეთ რო უბერავს ჰაერს და ეგრე რო წმენს ეგ და უკვე მივდივარ და ისაც არ ვიცი თანხას შეიტოვებენ, არ შეიტოვებენ, ჯარიმას გამოგვერთვენ არა და არ მინდოდა ამ ბლოუერის ყიდო, თან ძალიან პატარა მანძილი არის. ბევრს არაფერს არ ვიყებთ ამ ტვირთისგან, უბრალოდ იმ კომპანიასთან ახლოს რომ მივდივართ, ეგ პლუსია. ხო და ნუ მოკლედ არც ეს ბლოუერი იყიდეს, არც ადმე დასასუფთავებელ კომპანიაში გაგვიშვებს თუ რა ვისაც წმენდეს საერთოდ ამ ტრაილერს ჩვენ არც არ დაგვჭირვებია და ნახა აშკარად ჭირდება გასუფთავება. დისპეჩერს რო უთხრა რომ მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემიძლიაო, დისპეჩერმა უთხრა უფროს. მე უფროსმა დაურეკა ალექს. Right out here. So Can you send me the photo of the trailer? so Did you buy the broom? You clean it? Yeah, I cleaned it, but I knew because I many times said like this, and I asked the dispatcher to company send me somewhere so they can clean it well. But you told me you have 15 years experience, but you Yes, have to yes, trust if me you have- sometimes. If you have a broom this big, you can clean it, everything. That's not a problem. I cleaned. I can send you more. Okay, send me the photo. უფროსმა ტრაბახივით დაიწყო, რომ ისა როგორი ცოცხი გაქვსო შენო, ეხლა წადიო და ასეთი ცოცხი იყიდეო, რომელსაც მე გეტყვიო და კაი იყიდა ეს ცოცხი, ისევ გააკეთა, ნაბიჯ გაასუფთავეო და სულ ეგარი არაფერი არ ჭირდებაო. ნუ ეს მითითებები შეაზრულა ალექსმა, როგორც მომთხრა და მოვედით დასატვირთად. კარგი ხანი გაიწელა რავი 1-40 წუთი ალბათ აქ გავართ, რომ გაამწვანეს, ან გაცილების ნაცვლად გაამწვანეს და მიხვდა ალექსი, რომ დაარეჯექტა ცოტა ხანში მოვიდო იღაც და უთხრა, რომ Throughout your whole trailer, you're gonna have to go get that washed out. Washed out. It's going to have to be washed out. It needs to be dry. Come back, re-sign back in. შენი ტრაილერი ბინძური არისო, ჯერ უნდა გაირეცხოსო კარგად და მე უნდა გაამშრალონო. ანუ ახლა რო ბილეთი მიყიდა, ხო? თქვათ 5 დღით ადრე, ან დღესაც რომ მიყიდა ბილეთი. ყველან ზეგინდელი ფრენის. ხო უკვე ვერანაირად ვერ ვასწრებთ. და ასეც რაღაცები ხდება ხოლმე, როცა ტრაილერზე ხარ და ამიტომ ეს ზედმეტი ხარჯიც არის ხშირ შემთხვევაში. მე თავიდან ყველა კომპანია კარგად იწყებს და ბოლოსკენ უკვე წასვლაზე რო არის საუბარი. ნელ-ნელა დაგლობენ რაღაცა. იცვლიან აზრებს, მაგრამ რას გავუგებ? ის ბიჭი როა TikTok-ზე ნერვი ხომ გინდა? სუტყვილა დაისვარა დღეს ალექსიმ, დაასუფთავა ყველაფერი. თან სუფთად მივალ კომპანიაშიო. მოწესრიგებულად და let's go cut. ორჯერ მოხვედა ტრაილერი. ესეთი ტვირთი ეხა გვაქვს დააგვეღოთ ცარიელი ქილები, სადაც ისხდება კოლა და ეგეთი რაღაცეები და მაგაში თავიდან ასხავენ? მე მეგონა ცარიელებია გადასაყრელი თავები ტაკ დაჭრილი და მე იმას შვება რა. ესენი ირეცხება მაინც ალბათ. აბა ისე ვინ ჩაესხავს ხო და ეს ესეთი ტვირთი არის, რომ სულ ესეთ რაღაცას ითხოვენ რა, გამოწმენდა ძალიან ბევრჯერ წამილია ესეთი ტვირთი. ამ კომპანიაშიც? ამაში ერთხელ მქონდა მიჯერა, ადრე უფრო და ისე დაემთხვა რომ ამის წინა ტვირთი იყო ძალიან ბინძური, ანუ იმასავით რა, ფქვილივით რა და თელი მასში ეყარა რა და რომ გამოხვეტე, მაგრამ მაინც ეხლა მტვერი რჩება რა. თუ არ გაირეცხა. ისი იმანა ჩელა ვერ უშველოს ბოლომდე, ჰაერის. მაგრამ მაინც ამაზე უკეთესი იქნება. და გარეცხო, ეგ სად ხდება? არის რამე სპეციალური გასარეცხისინი? გარეცხავენ და თავნა გააშრო რა. და იმას რო გარეცხავენ და გაშვენ, მიგუღებენ დღეს? აქ. სანამ ამას გარეცხავს, სანამ ამას გააშრო, მე არა, სანამ ამ კომპანიის უფრო შეაგნებინებ იმას, რომ გასარეცხია. ამიშალა ნერვები. ხო და არც დაიჯერა იმ უფროსმა და ეხა რა უთხრა? გაშვები. ბოლოს რო უთხრა რომ გასარეცხიათ რა ქიო, მაჩვენიო როგორ გამოხვეტეო ფოტო ჩამიგდეო და ეხა მოსწერა.
ეხა მოწერა ალექს რომ კარგად დაგისუფთავებია, მადლობაო. მე ჩემი გამჭირვებია დღეს უკვე ნანახი მქონდა მარშალი, თუ მარშალსი არის ახლოს აქ. ჩემოდანი უნდა მეყიდა აუცილებლად. ხო და გეგმები შემეცვალა. მოტობასაც ხო გააჩნია საზღვარი და პიკი. ხო არ გექნებათ სული პირსახოცი რომ გაწმინდოთ ტრეილერიო. უბრალოდ შოკში ვარ. ახალი ტვირთის ჩაუგდეს ალექს მივდივართ ეხლა ოღონდ ძალიან მალე იკეტება და იმედია მივასწრებთ. ეს ბოლო ერთი კვირა რაღაც ძალიან აურიოს. მანამდე ყველაფერი ნორმალურად იყო და მოგწონდა კიდეც ეს კომპანია. მაგრამ წინასწარ ვერ გაიებ. ის როგორი გამოცდილება აქვს, ზოგ შეიძლება ძალიან კაი გამოცდილება ქონდეს კონკრეტულ კომპანიასთან, ზოგს ძალიან ცუდი, ძალიან ინდივიდუალურად დისპეჩერებსაც გააჩნია და საერთოდ ყველაფერს. გავჩერდით შხაპის მისაღებად და ამ ლოგს აქ დავამთავრებ. თუ აქამდე უყურეთ ვიდეოს, დიდი მადლობა. რამიდან მიწერეთ კომენტარებში, რომ სხვებსაც ამოუგდოთ ეს ვიდეო და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.